ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ხარაგაულის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო შტაბი გახსნა მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ ბარძეში გადაინაცვლა. საარჩევნო პროგრამა ბაქრაძემ დღეს სოფელ კიცხისა და ხევის მოსახლეობასაც გააცნო. აქაც ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში ძალიან ბევრ ადამიანს მოეხსნა სოციალური დახმარება, რაც ვფიქრობ, რომ სოფლის მაცხოვრებლისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. აქაც ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა რაიონში გაჩერებულია მიმდინარე პროექტები, მაგალითად გამრიცხველიანება, გაზიფიკაცია, გზების მშენებლობა და სწორედ ამიტომ აქაც სხვა რაიონებშიც და მთელ საქართველოშიც საჭიროა, რომ ასეთ პრობლემებზე მთავრობას ყავდეს მთქმელი, შემწუხებელი და გამკონტროლებელი. მე მიმაჩნია, რომ ბატონ დავით ბაქრაძე გაწონასწორებული ადამიანია და ყველაფერს კარგად საუბრობს. ნებისმიერ შეხვედრაზე ისეთი გამოსვლა აქვს, რომ ერთი ზედმეტი სიტყვა არ დაწდება, თუნდაც ცუდი იყოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება, დეპუტატი იქნება თუ ნებისმიერი პიროვნება და ყველგან დადებით შეფასებას აკეთებს. და ასეთ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.